დასავლეთის მწვავე პასუხი ქართულ ოცნებას ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო ჩვენ ვხედავთ რომ ერთმანეთის მიყოლებით ევროპული ქვეყნები და მათი ლიდერები, მათი მაღალჩინოსნები აქვეყნებენ მკვეთრ და ხის განცხადებებს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით. ამჯერად ესტონეთმა გადადგა ძალიან ხისტი ნაბიჯი კერძოდ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ პრემიებს სანქციები დაუწესა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკანა ხაზგასმით ამბობს, რომ დემონსტრანტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ესტონელი მინისტრი ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას მოუწოდებს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ. ივანიშვილის გარემოცვის სანქციებისთვის ემზადება პარალელურ რეჟიმში ევროკავშირიც. საკითხზე მსჯელობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არის დაგეგმილი, რომელიც ხვალ გაიმართება. ნანუკა მაღლაკელიძე გაეცნო დასავლეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს თემაზე. გისმენთ ნანუკა. ნათია, დავიწყოთ იმით, რომ ესტონეთმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილება და ვებგვერდზე ასახა ის ინფორმაცია, რომ საქართველოსთან 14 თანამდებობის პირს დაუწესეს სანქციები. აქ საუბარია სავიზო შეზღუდვებზე, მათ შორის ამ ადამიანებს აეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა. ამ 14 ადამიანიდან სახელები და გვარები არ სახელდება, ვიცით რომ არის მოსამართლეების დასანქცირებული. ზოგადად პრაქტიკა გვაჩვენებს ხოლმე, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ არ ასახელებს იმ ადამიანების სახელებს, ვინც არიან ამ სიაში მოხვედრილი, თუმცა ამ შემთხვევაში ესტონეთმა ერთი კონკრეტული სახელი და გვარი ჩაწერა. ეს არის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ სიაში მოხვდა და ის შეუერთდა იმ 11 კაციან სიას, რომელიც მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გაავრცელა. მაგალითად ის, რომ მათაც ასევე აეკრძალათ ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა და ამ 11 კაციან სიაში მანამდე ვიცოდით, რომ შესული იყო ირაკლი კობახიძის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე სხვადასხვა მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ასევე ამ განცხადებაში ჩვენ ვკითხულობთ იმას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას ოფიციალურად, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს მალე შევა ძალაში ეს გადაწყვეტილება. ასევე მარგუს ცაჰკნა დღეს ხვალ დაესწრება ევროპის მინისტრის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს და ამ საბჭოზე ის წამოაყენებს, ვიცით რომ საქართველოს საკითხი უნდა განიხილონ და სწორედ ის იქნება ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ისაუბრებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის და წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების თემაზე. უნდა ვთქვათ, რომ პირველი გამოხმაურებები უკვე ცნობილია, მოყვა უკვე პირველი გამოხმაურება პოლიტიკოსების მხრიდან და ოპოზიციონერები პირდაპირ ამბობენ, რომ ესტონეთის მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი არაპატიებს ქართულ ოცნებას იმას, რომ მან ჯერ საქართველოს მოსახლეობას ჯერ გაუყალბა არჩევნები და შემდეგ უკვე ძალადობრივი მეთოდით ცდილობს მათზე ზეწოლას. ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს. არაღიარებულ რეჟიმს, არაღიარებულ პარლამენტს და არაღიარებულ ქართულ ოცნებას მოუწევს ნელ-ნელა სანქციებზე შეგუება, ვინაიდან ეს სანქციები ფართოვდება, ჩვენ ვნახეთ ამერიკის სანქციებით, ვნახეთ ევროპის ალკეული ქვეყნების სანქციებით, სულ მალე იქნება პოლონეთის, გერმანიის და საფრანგეთის ერთობლივი სანქციებით. რუსულ ოცნებას მოუწევს სულ მალე აღიაროს საკუთარი დანაშაული და დაინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს ის პოლიტპატიმრები, რომლებიც სისტემას ყავს დატყვევებული. ყველა დამნაშავე მოძალადემ, ყველა გამყალბებელმა ქართველი ხალხის ნების უნდა იცოდეს, რომ მათ მიმართ იქნება ყველა ქმედება დემოკრატიული ქვეყნებისგან გამოყენებული, რომ შეწყვიტონ ეს ძალადობა და რაც მთავარია, შეეშვან ქართველი ხალხის ნების გაყალბებას. გავაგრძელოთ პროტესტი, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო. მომავალ კვირაში დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნება მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება
იშლება და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი იზეიმებს დიდ გამარჯვებას. ეს არის პროცესი, რომელშიც ჩვენი პარტნიორები დგანან კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის გვერდით ძალიან კონკრეტული და მკაფიო ზომების მიღებით. ეს პროცესი გაგრძელდება და არც ერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხალხის ტერორში, ჩვენი არჩევნების და სახელმწიფოს მიტაცებაში არის ჩართული, არც ერთი ასეთი ადამიანი არ დარჩება დაუშლილი. ჩვენ უკვე მოვისმინეთ პირველი შეფასებები ესტონეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხვალ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე აქტიური იქნება არა მხოლოდ ესტონეთი, არამედ კიდევ ერთი ქვეყანა, ეს იქნება გერმანია. მაგალითად, გერმანული გამოცემა შპიგელი პირდაპირ წერს, რომ გერმანიის მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ქართული ოცნების, მაღალჩინოსნების, ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ იქნეს კონკრეტული სანქციები დაწესებული და ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ლიეტუვის სეიმის წევრი ამბობს, რომ ევროკავშირში უკვე არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაუწესდეს სანქციები. აქვე გეტყვით, რომ შპიგელი იმასაც აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობას აქვს გეგმა B, რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი ორბანი შეეცდება იმას, რომ დაბლოკოს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ, ისინი ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი ამ საკითხზე ევროკავშირის დონეზე კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სანქციების შესაძლო დაწესებაზე უკვე ისაუბრა. ამ ინიციატივის მიღებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსი იქნება საჭირო, თუმცა არსებობს რისკი, რომ უნგრეთის მთავრობამ ინიციატივა კვლავ დაბლოკოს. დიპლომატიური წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში სურველთა კოალიციის ჩამოყალიბება დაიგეგმება. საუბარია მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ინდივიდუალურ სანქციებზე, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს შეეხება. მაგალითად, სავიზო შეზღუდვები ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლებისთვის. მიზანია, რომ სანქციები მოსახლეობაზე არ აისახოს. Შემთხვევით, რომ ევროკავშირის სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინასა და მისი შთამომავლებზე ჩვენს დედაქალაქებში. თუ ბიძინას მეგობრები სანქციებს დაბლოკავენ, მაშინ ყველა ქვეყანაში, მათ შორის პარიზსა და ვაშინგტონში, სადაც ეს ყველაზე მტკივნეული იქნება, უნდა შევიდეს ყველაზე ღრმა სანქციები. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მთელი საქართველო ელოდება იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვალ მინისტერიალზე, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც დახურულ ფორმატში ჩატარდება და თუმცა ჩვენ ვიცით წინასწარ გაკეთდა ერთი განცხადება, ეს არის ევროკომისიის განცხადება, რომლის თანახმადაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ მოითხოვს ადამიანების გათავისუფლებას, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხვალ ევროკავშირში, თუმცა ერთი რამ ცხადია, ევროპა კვლავ დგას ქართველი ხალხის გვერდით და მოქმედებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ხმა იყოს გაგონილი და მათი ნება იყოს აღსრულებული.